აი ამ საგამოძიებო კომისიაზეც მინდა კითხოთ, რომელზედაც აი ვთქვათ ნიკა ჩიტიძე ამბობს, რომ ცალმხრივად მუშაობს ეს საგამოძიებო კომისია, ეს დანაშაულებებს, ანუ არ თვლიან, რომ ეს მასობრივად ხდებოდა ასეთი დანაშაულებები. მასობრივად ხდებოდა 21000 განადგურება რომ ვერ მოასწრეს. ისეთი კასტა აღმოაჩინეს კასრებში, ხო 21000 რაც ან სხვები გაანადგურეს და 21000 რაც განადგურება ვერ მოასწრეს, ის წამების კადრები თავისივე გადაღებული იყო იმ კასრებში, ხო? ეს რა არავინ არ უარყოფს ამას, ფიქცია იყო, ხო რეალობა იყო ესა და ეხლა 300000 პროფესიონალი მე კი არ დავაბრეხო ეს ციფრი, რეალურად ეს ციფრი იყო და რა ვიცი რა ეხლა უსმენდი რომ სახურავზე შეყრილი ორი დენმა დაარტყა ახლა იმ სუპერმარკეტის მფლობელი ვისაც თქვა რომ დენს დაარტყა შანსი არ არისო იმიტომ რომ რაღაცა ორი ფენა გუდრონის იზოლაციო მეტონმა გაკეთებულიო და ის იქ ვარიანტი არა დენს დაარტყათო და ამიტომ არ მოაწერა ხელი რომ დენს არ დაურტყიო დენის დარტყით არ არიან ისე გარდაცვლილებიო არა აძალებდნენ მოაწერო არ მოაწერა ტყილზე არ მოაწერა ხელი და იმის გამო რომ ტყილზე არ მოაწერა ხელი ჩასვეს 4 წლით ციხეში და მარტო 2012 წელს გამოუშვეს. თუნდაც აი ბურჯანაძესთან დაკავშირებით რომ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა, ხო და ლოიალურობა გამოიჩინა და დემოკრატიის მაგალითი მისცა. არ ვიცი ხა არ ვიცი ტენდენციურად ლაპარაკობდა ფიქრობდი რომ ყველაფერში ამართლებდა რაღაცა ყველაფერში ასე ნებისმიერ სიტყვი ეგრა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის სიმართლეს არ შეესაბამება რომ იქ დენმა დაარტყა ერთ-ერთს, კაი მეორეს არ დაარტყა, მაგრამ მეორე რატო იყო მაშინ? ანუ თვითონ მე პატრონი თქვა რომ შანსი არ არის დენს დაარტყაო და ტყილზე რო არ მოაწერა ხელი, ანუ იმაზე რო არ მოაწერა ხელი, ფულსაც თავაზობდნენ, რამდენიც მე ვიცი, იმის გამო რომ ტყილზე არ მოაწერა ხელი, ჩასვეს ციხეში. აი ეგეთი რეჟიმი იყო.